მე-14 კამპანია უკვე წელს, რაც საქართველოს ჩვენი გუნდი ამ დღეს აღნიშნავს. ეს გუნდი არის ძირითადად მშობლების გუნდი, რომლებიც გავერთიანდით თავის დროზე სწორედ საზოგადოებისთვის, რომ მიგვეწოდებინა სწორი ინფორმაცია ჩვენი შვილების შესახებ და ეს გუნდი შემდეგ ჩამოყალიბდა ორგანიზაციად, გახდა საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია და ჩვენმა ორგანიზაციამ ასევე განიცადა ინსტიტუციური განვითარება და დღეს უკვე როგორც წარმატებული ორგანიზაცია ისე პოზიციონირებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებიც ვართ და მონაწილეობთ საერთაშორისო მიმართულებებშიც. და თავარი რაც მოვახერხეთ ჩვენმა გუნდმა ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა კამპანიებით და განსაკუთრებით ჭრელი წინდების კამპანიებით, რომელიც არის ასე ვთქვათ სოფლიო სიმბოლო, როგორც ქრომოსომის სიმბოლო შეირჩა წინდა და ეს არ არის მხოლოდ ქართული, ჩვენც ჩავერთვეთ ამაში, რაც ძალიან დაგვეხმარა საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაში. ყოველწლიურად ჩვენი გზავნილები, მათ შორის სოფლიო გზავნილები იყო განსხვავებული და ძირითადად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანის საჭიროებებზე და უფლებრივ მდგომარეობაზე მიმართული. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გზავნილებს ვაჟღერებდით და იმის გარშემო მუშაობდით წლის განმავლობაში. ამ წლების განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დღეს აღარავის აღარ უკვირს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანის არსებობა ჩვენს გვერდით, აღარავის უკვირთ ინკლუზიური განათლება და დასაქმების უფლებაზე საუბარი და პირად ცხოვრების უფლებაზე საუბარი. წლევანდელი ჩვენი გზავნილი არის გავაუმჯობესოთ ჩვენი მხარდამჭერი სისტემები, რომელიც რეალურად მთელ სოფლიოში მიმართული არის ძირითადად გადაწყვეტილების მიღების პირებისკენ, სახელმწიფოებისკენ, რომლებიც იღებენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებებს ამ ადამიანების საჭიროებების თუ უფლებრივი მდგომარეობის შესახებ და ყველა საუბრობს იმაზე, რომ განვითარებული ქვეყნებიც კი, სადაც უამრავი მხარდამჭერი პროგრამა არსებობს მათთვის, ამბობენ, რომ კიდევ მეტია გასაკეთებელი, რომ ადამიანის ინდივიდუალური საჭიროებები უფრო კარგად დავინახოთ. ჩვენთან შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხარდამჭერი სისტემები ძალიან სუსტია ისედაც, იმიტომ რომ სისტემური პროგრამები რაც გვაქვს, ვთქვათ, ეს ადრეული განვითარება იქნება, აბილიტაცია, რეაბილიტაცია, დღის ცენტრები თუ სხვა, ანუ მხარდაჭერითი დასაქმების პროგრამა, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერით შეიქმნა, სხვათა შორის საქართველოში, რომ არა დასავლური დონორების მხარდაჭერა, ევროკავშირის, ამერიკის, ხო, ეს ყველაფერი შეიძლება დღეს არ გქონოდა. სისტემური ცვლილებები სწორედ დასავლეთის მხარდაჭერით მოხდა, როგორც საკანონმდებლო მიმართულებით, ისე პროგრამული თუ თქვათ რაღაც გარკვეული სერვისები რაც დაიგეგმა და განხორციელდა, მაგრამ მაინც გვაქვს გამოწვევები უამრავი, როგორც გეოგრაფიულ დაფარვაში, იმიტომ რომ რაც თქვათ დიდ ქალაქებში არის რეგიონებისთვის ხშირად ხელმიუწვდომელია, ასევე დიდ ქალაქებში არსებული რაოდენობრივ ჭრილშიც პრობლემაა, რომ ყველასთვის დღემდე არ არის, ყველა ბავშვი ვერ სარგებლობს და ასევე აღნიშნავ, რომ ფაქტობრივად ზრდასრულებისთვის თითქმის არაფერი არ არის და 18 წელზე ჩერდება ყველა მხარდამჭერი მომსახურება თუ პროგრამა და მიზანი რა არის, ანუ რატო უწევთ ხომ მხარდაჭერას და ჩვენც რატო ვამბობთ გაუმჯობესე, ან შექმენი, ჩვენ შეიძლება უფრო სწორი იყოს, რომ ვისაუბროთ, რომ შექმენი. რატო ვაკეთებთ ხო, რომ ჩვენ გვინდა რომ ადამიანი განვავითაროთ, შევუწყოთ მაქსიმალურად ხელი, შევუქმნათ ისეთი გარემო, რომ შეძლოს თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა და რეალიზება და საბოლოო ჯამში მივიღოთ ნაკლებად მხარდაჭერილი ადამიანი, რომელიც შეძლებს დამოუკიდებელ ცხოვრებას, ოჯახის თუ სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე, ხო? ამისი უამრავი მაგალითები არსებობს უკვე განვითარებულ ქვეყნებში. ჩვენც წლების განმავლობაში გარდა საზოგადოების ცნობიერებისა, უწყვეტად მუშაობდით სხვადასხვა საბჭოებში თუ საკონსულტაციო მიმართულებით, როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო მიმართულებით და სისტემურ ცვლილებებში უზარმაზარი წვლილი აქვს ჩვენს ორგანიზაციაში შეტანილი, თუმცა
აღსრულების ნაწილში, რომ ეს ცვლილება, რაც თქვათ სტრატეგიულ დოკუმენტებში და სამოქმედო გეგმებში გაჩნდა, ამის ახსრულებამდე ჯერ კიდევ ვერ გადავედით და რა იგულისხმება. თითოეული ინდივიდის ცხოვრება განსაკუთრებულად მაინდა-მაინც არ შეცვლილა. აი მაგალითად ვახსენე დასაქმების პროგრამა ხო, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით შეიქმნა წლების წინ. ფაქტობრივად არც ერთი ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ამ პროგრამის ფარგლებში არ დასაქმებულა, ხო? მაშინ, როდესაც ჩვენ გავაკეთეთ სოციალურ საწარმო ბაბალეს მშობლების ინიციატივით, რომ სწორედ დასაქმებისთვის დაგვეჭირა მხარი, დღეს ბაბალეს შეუძლია იამაყოს თავისი 10 წლიანი ისტორიით, რომ მოახერხა დამოუკიდებლად სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე, რომ შექმნა უკვე პოზიტიური პრეცედენტები დასაქმების არა მარტო ბაბალეში, არამედ სხვა კომპანიებში. ამისი მაგალითები გვაქვს უკვე და იმ მოცემულობაში იყო ჩვენი ორგანიზაცია, ასე ვთქვათ, დღევანდელ სიტუაციაში, რომ გაცილებით მეტი ეფექტური ნაბიჯის გადადგმა და პოზიტიური შედეგების დადგომა შეიძლებოდა მომხდარიყო და ესეთი რაღაც გაურკვეველი სიტუაცია გვაქვს დღეს ქვეყანაში. ქვეყანა არის სერიოზულ კრიზისში. დავკარგეთ ფაქტობრივად დასავლეთის მხარდაჭერა, ანუ ჩვენი ორგანიზაცია, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ვიცით და გვესმის ხო, როგორი ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიება და როგორი სტიგმები გაჩნდა ამის გარშემო. სინამდვილეში ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, გულანთებული მშობლების კავშირი, რომლებსაც უნდათ თავიანთი შვილების ღირსეული ცხოვრება ამ ქვეყანაში და არა სხვა ქვეყანაში. ბევრი მშობელი გამოსავალს პოულობს ქვეყნის დატოვებით, ხო? ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი შვილები ცხოვრობდნენ იქ, სადაც დაიბადნენ, იმიტომ რომ არიან ქართველები, სხვაზე მეტად შეიძლება პატრიოტებიც კი ძალიან უყვართ თავიანთი ქვეყანა და სწორედ აქ უნდა იყვნენ რეალიზებულები და მხარდაჭერილები. და ჩვენი წლევანდელი კამპანიის მიზანიც და სხვა შორის ბევრი ვიფიქრეთ, რომ წელს საერთოდ გაგვეკეთებინა თუ არა, მაგრამ რა თქმა უნდა არ ჩავაგდეთ, მით უმეტეს მე-14 წელია თავს ვახსენებთ საზოგადოებას და ყველას გადაწყვეტილების მიღებ პირებს, რომ ჩვენ ისე ვარსებობთ, ვაგრძელებთ განვითარებას, ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლას და ეს ასე იქნება, მანამ სანამ ჩვენ ამას შევძლებთ, რა თქმა უნდა და დარწმუნებული ვარ, ყოველთვის შევძლებთ. ძალიან დიდი ცვლილებები განვიცადეთ, რა თქმა უნდა, პოზიტიურიც, რა თქმა უნდა, უამრავი გამოწვევებიც არის და ზუსტად ყველაზე მეტად ამიტომ მწყდება მე პირადად გული იმაზე, რომ ამდენი პოზიტიური ცვლილება განხორციელდა არა მხოლოდ დაუნის სინდრომის, არამედ ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით და შეიძლება ეს ყველაფერი დაპაუზდეს, უკან წავიდეს და ჩვენს ქვეყანას აქ ყველაზე კარგი კარგი რას ვამბობ, კარგად ვიცით ის ნეგატიური გამოცდილება, რაც წარსულში ჰქონდა, ხო, საბჭოთა გამოცდილება. ყველა ჩვენთაგანმა კარგად ვუწყით, თუ როგორ ცხოვრობდნენ მაშინ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ანუ როგორ ცხოვრობდნენ, არ ვიცით, იმიტომ რომ საერთოდ ვერ ვხედავდით, ხო, იყვნენ მიტოვებულები ოჯახებისგან ხშირად არა, ძირითადად და იყვნენ ინსტიტუციებში გამოკეტილები და თუ ესეთი ნეგატიური პროგრესი გაგრძელდა, ხო, აუცილებლად ისევ იქამდე მივალთ და ისევ იზოლაცია და გამოკეტვა ემუქრება ამ ადამიანებს და შეიძლება ხმის ამომღები და დამცველიც აღარავინ ყავდეთ და უდიდესი რისკი შეიძლება დადგეს და ამიტომ ჩვენ მაქსიმუმს ვდებთ იმაში, რომ მინიმუმ შევინარჩუნოთ ის, რაც აქამდე მოვიტანეთ ერთად, ხო, უამრავი წლების განმავლობაში, სხვადასხვა მთავრობებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საზოგადოების რიგითმა წევრებმა თუ სხვადასხვა კომპანიებმა, რომლებიც მუდმივად ხარს უჭერენ ჩვენს კამპანიებს და საზოგადოება შევთანხმდით იმაზე, რომ კი ჩვენ ყველანი თანასწორები ვარ, ჩვენს შორის მეტი მსგავსება ვიდრე განსხვავება და ერთად ჰარმონიულად უნდა ვიცხოვროთ და თანავარსებობდეთ და ამას ნამდვილად ვერ დავკარგავთ და ყველანაირ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ ეს ყველაფერი მინიმუმ შევინარჩუნოთ. ქალბატონი, რამდენი წევრი ყავს ასოციაციას? გაიზარდა თუ რა წევრების რაოდენობა ამ წლების განმავლობაში? და ის ძირითადი სატკივარი პრობლემები, რაც აწუხებთ მშობლებს, აი როგორი იყო თავმოყრილი იმ კონფერენციაში, რომელიც აი წელს ჩატარდა? გუშინ გქონდა სწორედ მშობლების კონფერენცია, ჩვენ ეს უკვე იყო რიგით მე-9 კონფერენცია ჩვენს მიერ ჩატარებული.
ჩვენი წევრები, ანუ მაყურებელსაც რო ავუხსნა, ძირითადად არიან მშობლები, ოჯახები. სრულიად საქართველოდან, ანუ რეგიონები, თბილისი, დაახლოებით 3000 ოჯახზე არის საუბარი და სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას დღემდე არ აქვს სტატისტიკური მონაცემები და ბაზა ამ ადამიანების შესახებ და თუ კი რამე კითხვა უჩნდებოდათ ხოლმე წლების განმავლობაში, ისევ ჩვენ გვეკითხებოდნენ. ჩვენ შევქმნით ჩვენი შიდა ბაზები, რა თქმა უნდა, მშობლების სურვილის მიხედვით ვახორციელებთ, ასე ვთქვათ, case management-ს, იმიტომ რომ დაბადებიდან ზრდასრულობის ჩათვლით ადამიანს ჭირდება როგორც განვითარებაში მხარდაჭერა, ისე დაუნის სინდრომის მქონე პირებს აქვთ ასევე ჯანმრთელობის სპეციფიკური საჭიროებები, სჭირდებათ პრევენციული კვლევები, რომ რაღაცეები არ მოხდეს და არ განვითარდეს ჯანმრთელობის კუთხით, რომ იგივე ის განმავითარებელი პროგრამები უფრო ეფექტური იყოს, ხო, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგად არის, განვითარებაც რა თქმა უნდა კარგად მიმდინარეობს. შევქმნით რამდენიმე წლის წინ პროტოკოლი ჯანმრთელობის მეთვალყურეობის პირველი 2015 წელს დაამტკიცა ჯანდაცვის სამინისტრომ პედიატრიული, ანუ ამერიკული პედიატრიქსის საფუძველზე იყო ამისი განახლება გავაკეთეთ შარშან და გაიდლაინების ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა, მაგრამ სამინისტრომ დღემდე ვერ შეძლო და ბრძანება ვერ გამოსცა, რომ ჯანდაცვის სექტორში წასულიყო ეს ინფორმაცია, ანუ დღემდე გამოწვევა დგას, ანუ სახელმწიფოს გასაკეთებელ საქმეს, ანუ სამინისტრო რაც აკეთებდეს, გვიწევდა ამის გაკეთება ჩვენ. საკმაოდ დიდი რიცხვი არის, ესეთი სტატისტიკა არა გვაქვს, ზუსტ ციფრს ვერ ვიტყვით, ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმაზე, ვინც ჩვენამდე მოდის და უწევთ ფსიქოემოციურ თუ საინფორმაციო მხარდაჭერას მშობლებს და ესეთი სტატისტიკა გვაქვს სოფლიოში, რომ 800 ბავშვი ერთი იბადება და დაახლოებით საქართველოში შობადობიდან თუ ვიმსჯელებთ, ეს არის წელიწადში 60-62 ბავშვი. და სხვათა შორის ბოლო წლებში დაბადებული ბავშვები, მშობლები უფრო აქტიურად გვიკავშირდებიან ვიდრე ზრდასრულების და რა თქმა უნდა, ეს რიცხვი ყოველწლიურად და ყოველდღიურად იზრდება და ყოველ დღე ვიღაცა რეკავს, ვისაც ჭირდება მინიმუმ ფსიქოლოგიური თუ ემოციური თუ საინფორმაციო მხარდაჭერა და არ შეიძლება რომ მშობლები დავტოვოთ ამ პირველადი მხარდაჭერის გარეშე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს თავისი შვილის განვითარებას, მხარდაჭერას და მის რეალიზებას.